ესტონეთის პარლამენტის საქართველოს-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლაური ლააცი პოსტიდან გადააყენეს. ამის მიზეზი მის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებია. მე ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებები, რომელიც ესტონელმა პარლამენტარმა გააკეთა, იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი. იგი ზოგადად საქართველოს მხარდამჭერი იყო და ზოგადად მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო. პოსტიდან გადაყენება ნიშნავს იმას, რომ არც არასდროს არ აპირებს უმრავლესობა ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ მოვალეობაა მეგობრობა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის. საითკენ მიდიან ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, რასაკვირველია, ესეც განპირობებულია უმრავლესობის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმით. მხარი დაუჭიროს კოლექტიურ ნაწმოძრაობას და შეცვალოს ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც ყველა საკითხზე თავს დაუკრავს, ცალფეხზე შედგება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს დააკმაყოფილებს თუნდაც ესტონეთის ან სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესებს. თუმცა ესტონეთის საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის გადაყენების საკითხი დგება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თქვან სიმართლე არა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, არამედ სიმართლე საქართველოსთან და იგივე ესტონეთთან მიმართებაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არავის აინტერესებს სიმართლე, არავის აინტერესებს პარტნიორული ურთიერთობები. მთავარი ამოცანა არის ახლა მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, დააზიანონ მაქსიმალურად საქართველოს ხელისუფლების იმიჯი, რომ როგორმე იქნება ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, რესურსი დამატებით რაღაცა ძალების მობილიზების, ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის. ეს არის დღევანდელი რეალობა, ლიბერალური, ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშისტური მიმდინარეობის როგორც უცხოეთში, ისე ქვეყანაში. ამას ვთხოვთ საზოგადოებას, რომ ყველა ჯერ კიდევ ვისაც კითხვის ნიშნები აქვს, გამოფხიზდეს და დაინახოს, რომ რაზეა საუბარი. ეს ეგრეთ წოდებული ულტრალიბერალური მიმართულებები უცხოეთში რას უჭერენ მხარს და რა პოლიტიკას უჭერენ მხარს. განსხვავებული პოზიციის ადამიანებს უბრალოდ კლავენ. სლოვაკეთის პრემიერი ავიღოთ, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ავიღოთ, თავს დაესხნენ, პირდაპირ კლავდნენ. საქართველოში იყო არაერთხელ მცდელობა, რომელიც მე უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა და ასე შემდგომ.